კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლაოსში. ამ ვიდეოში ჩემი მიზანია რომ პირველი მოვინახულო აი ეს ძალიან უცნაური და მისტიური ქილების ხეობა და მეორე მოვინახულო სოფელი, სადაც დღესაც კი ბომბებისაგან სუვენირებს აკეთებენ და შემდეგ ყიდიან მათ. ვიქირავე მოპედი და გაუდექი გზას. ზოგადად ძალიან მიყვარს კარგი კადრების გადაღება. აი შეხედეთ, ხო მაგარი კადრია. თან გასათვალისწინებელია, რომ ამ მომენტში ერთი ხელით მოპედს მართავდი და მეორე ხელით ამ ვიდეოს ვიღებდი. საკმაოდ რთულია ეს ყოველივე. მაგრამ ყველა კარგი კადრი მსხვერპლს მოითხოვს. საბედნიეროდ არც მოპედი, არც ტელეფონი და არც მე არ დავზიანებულ ვართ. მოკლედ მოვედი ერთ საინტერესო ადგილას, ცოტა სიცხე არის. გადავიხადე შესვლის საფასური, რომელ ფასშიც აი ამ მანქანით 600 მეტრის გავლად შედიოდა. ლაოსის ამ რეგიონში ძალიან ბევრი ქილების ხეობა, ქილების მოედანია. იმდენად ბევრი, რომ მათი დანომრვა გახდა საჭირო. ახლა სადაც ვარ, ეს არის ადგილი ნომერი 1. ქვის ქანდაკებები არის ქილის ფორმის, რომელიც მიმოფანტულია მინდორში და საკმაოდ უცნაური შესახედაობის არის. დღემდე არ იციან რისთვის გააკეთეს, ვინ გააკეთა საერთოდ და ასე შემდეგ. მოკლედ აღმოაჩინოთ. ნახეთ უბრალოდ რამდენია. ძალიან უცნაურია ჩემთვის. საერთოდ რა დანიშნულება ქონდა აი ამის გაკეთებას. აი აქაც არის. აი ნახეთ რამდენია. ქილების ზომები იწყება 9.5 მეტრიდან და ყველაზე დიდი ზომა 3 მეტრამდე აღწევს. მათი ასაკი 1500-2000 წელია. ამ მომენტში ქილების შიგნით არაფერია, უბრალოდ სიცარიელია. ზოგიერთ მათგანში წვიმის წყალიც დამხვდა. ისტორიკოსების აზრით, ეს ქვის ქილები შესაძლოა გამოიყენებოდა როგორც დასაკრძალ ურნად, ან შეიძლება გამოიყენებოდა წყლის და საკვების შესანახ საშუალებად. ნახეთ რა ხელა. უზარმაზარია. ასევე არსებობს ლაოსური ლეგენდები, რომელთა მიხედვითაც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ გოლიათები და სწორედ ისინი იყენებდნენ ამ ქილებს. ლაოსის ეს მხარე ასევე იმით გამოირჩევა, რომ ოდესღაც აქ ბევრი ბომბი ჩამოიყარა. კერძოდ კი ამერიკის მიერ ეგრეთ წოდებული საიდუმლო ომის დროს. შემდეგ განაღმეს ეს კონკრეტული ტერიტორია და ახლა აგერ კი ხედავთ ერთ-ერთი ბომბის კვალს. აი ეს არის ბომბის კრატერი. აი გაწერია კიდევაც. ნახეთ რა ხელა. და აქვე არის ქილების ხეობა. ვარაუდობენ, რომ აი ეს ბრტყელი ქვები უნდა ყოფილიყო ამ ქილების სახურავები. აქვე დავინახე გამოქვაბულიც, რომელშიც შესვლა გადავწყვიტე. გამოქვაბულს ზემოდან 2 ხვრელი ჰქონდა. ასე გამოიყურება სქემატურად ეს ადგილი. ამასობაში დავტოვე ეს ადგილი და წავედი ქილების მოედან ნომერ 2-თან. გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და მოიწონოთ ვიდეო. გადავიხადე შესვლის საფასური და მოვედი ასეთ ადგილას. აქაც იგივენაირი ქილის ფორმის ქვის მონოლითური ქვები დამხვდა.
უბრალოდ გარემო ცოტა სხვანაირი იყო. დააკვირდით აი ამ ხეს ცენტრში, როგორ ალამაზებს აქაურობას. კიდევ ერთი ქილის სახურავი. ასე გამოიყურება სქემატურად ეს ადგილი. ამასობაში მოვედი კიდევ ერთ საინტერესო ადგილას. ახლა ვარ ლაოსის ერთ-ერთ სოფელში, სადაც ნაღმებისგან აკეთებენ სუვენირებს. დიახ, არ მოგესმათ, ბომბებისაგან. ცოტა დაუჯერებელი იყო ეს ყველაფერი. მაგალითად, ეს ქალბატონი ახლა აკეთებს და ადნობს სამაჯურებს. პროცესი რომ აღწეროთ. პირველ რიგში, ესე იგი, ღუმელში შეყრიან ალუმინის ნარჩენებს, შემდეგ გადამდნარ მასას ასხამენ სპეციალურ ყალიბში და გაცივების შემდეგ უკვე ღებულობენ მზა ნივთს. ამ სოფელში არა მარტო სამაჯურებს, არამედ დანაჩანგალს და კიდევ მრავალი სახის სხვადასხვა სუვენირებს აკეთებენ. ალბათ დაგებადებათ შეკითხვა, კი მაგრამ ბომბი რა შუაშია ამ აქსესუარების გაკეთებასთანო. როგორც აი ახლა ნახავთ, ამ ბომბის კუდი არის ალუმინისგან დამზადებული. და სწორედ ბომბის ამ ალუმინს იყენებენ ნივთების დასამზადებლად. შემდეგ ვიკითხე, როგორ მოიპოვებდნენ ზოგადად ამ ბომბებს და იყო თუ არა საშიში მათი მოძებნა. ამაზე მიპასუხეს, რომ ჩვენ არ ვეძებთო, სხვა ადამიანებისაგან ვყიდულობთო. იმედია მოგეწონათ ვიდეო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, სადაც კიდევ ერთ ქილების მოედანს მოვინახულებ. ოღონდ ეს ტერიტორია არ იქნება განაღმული და ასევე ამას გავაკეთებ ხალხთან ერთად, რომელთაც ვერ ვესაუბრები მათთვის გასაგებ ენაზე.